თამარ ბერუჩაშვილი. როსნეფტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ამ ეტაპზე არ არღვევს. ფაქტმეტრის დასკვნით თამარ ბერუჩაშვილის ეს განცხადება არის ტყუილი. რუსულმა კომპანია როსნეფტმა 2014 წლის ბოლოს დავით იაკობაშვილის მფლობელობაში არსებული პეტროკას ენერჯი გრუპის 59%-იანი წილი შეიძინა. პეტროკას ენერჯი გრუპი მულტიფუნქციური ჰოლდინგია, რომელიც კასპიის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებით არის დაკავებული. ჯგუფი ფოთის ტერმინალში ტრეიდინგს, ფორვარდინგს და ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური პროდუქტების შენახვას ახორციელებს, რომელთა ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით ხდება. ჯგუფი ასევე ფლობს საქართველოში ბიზნეს გასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს, გალფს. გარდა ამისა, რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფოთის პორტის ნავთობტერმინალი და გალფის ბენზინგასამართი სადგურები როსნეფტის მფლობელობაში გადადის. ამ ფაქტმა საზოგადოებაში გააჩინა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად ლეგიტიმურია კომპანიის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანია როსნეფტმა 2009 წელს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან უკანონო ხელშეკრულება გააფორმა და აფხაზეთის კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებითი სამუშაოების უფლება მიიღო. გარდა ამისა, რუსული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 3 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. აღნიშნული ქმედება რუსული კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით აკრძალულია ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და ასევე უძრავი ქონების შეძენა. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ნებართვას გასცემს მხოლოდ საქართველოს მთავრობა. საინტერესოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. როგორც ვნახეთ, კომპანია როსნეფტმა 2009 წელს საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე უკანონო ხელშეკრულება გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან. ამასთან 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს. აგრეთვე ფლობს რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ ყველაფრით კომპანია როსნეფტი არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე კანონს საზღვაო სივრცის შესახებ. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეწინააღმდეგება.